ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ნინო და რასაკვირველია ყველაფერი რაც ხდება უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში, მთლიანად რეგიონში თუ მსოფლიოში აისახება და პირველ რიგში აისახება ალბათ არც ისე სასიამოვნოდ ისეთ რეჟიმებზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, ხომ? აი ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ, კაპიტან ნინო, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი რატომ ჩქარობს ასე ბიძინა ივანიშვილი, რომ აი ეს ავტორიტარიზმი ბოლომდე გაიფორმოს და ბოლომდე აი მართლა ყველა ციხეში შეასრულოს ახლა სასწრაფოდ. მოგესალმებით თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, უდაოდ სწორი დაკვირვება, რომ ახლა ჩქარობს განსხვავებით წინა წლებისგან, განსხვავებით 2022 წლამდე მისი არჩეული გზისგან, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ივანიშვილს, რომ საქართველოში დაემყარებინა დიქტატურა, ძალაუფლება, რაღაც შესაძლო გზებით მუდმივად შეენარჩუნებინა, ეს გადაწყვეტილება მის თავში თავიდანვე იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, როდესაც ჯერ კიდევ როგორც დემოკრატი მოდიოდა და თითქოს და სამართლიანი არჩევნებით დემოკრატიულ გზას ამკვიდრებდა. მაშინ მას უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ მას 2030-მდე უნდა საქართველოს პატრონობა პირდაპირ მნიშვნელობით და ეს იმას ნიშნავდა, რომ შემდგომ უკვე არაპირდაპირი, მაგრამ მის პატრონობაში უნდა დარჩენილიყო ის ქვეყანა, რომელსაც ის ამ პერიოდის განმავლობაში დაეპატრონებოდა. მას არასდროს დაუმალავს, რომ ის ოპონენტების მიმართ არ იქნებოდა მობიერი, მას არასდროს დაუმალავს, რომ მას ტოტალური მედია კონტროლი უნდა და ქვეყანაში და ინსტიტუტების ერთპიროვნული კონტროლი სიახლე არ არის, მაგრამ თუ ვთქვათ 2022 წლამდე ის ცდილობდა ასევე დასავლეთთან თანამშრომლობას და რაღაც ნაწილობრივი დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ყველაზე გვიან საქართველოში დემოკრატიის ნატამალი გაჭაჭანება აღარ ყოფილა არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში, 2022 წლიდან ეს პროცესები რადიკალურად შეიცვალა, სწორედ იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური პროცესები შეიცვალა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის ფუნქცია კონკრეტული მომენტისთვის შეიცვალა საქართველოში და სწორედ იმიტომ, რომ საქართველო როგორც რეგიონული ერთეული ახლა სხვა გადაწყვეტილებებზე უნდა გადაეწყოს და ეს გადაწყვეტილებები არ არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოში მიიღება, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება რეგიონში ეგრეთ წოდებული დიდი მოთამაშეების და ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში მოსკოვის მიერ. კერძოდ, მოსკოვს ძალიან კონკრეტული ინტერესი აქვს რეგიონთან მიმართებით, რეგიონის მოთამაშეების კონტროლთან მიმართებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თბილისი, იმიტომ რომ თბილისის კონტროლი ნიშნავს დერეფნის კონტროლს, ნიშნავს სატრანზიტო კონტროლს, ნიშნავს ენერგომატარებლებზე სატარიფო კონტროლს და შესაბამისად განსაზღვრას იმისა, თუ რეგიონში, თქვათ, ვინ იქნება რეგიონული პროცესების გამსაზღვრელი სხვა მოთამაშეებთან, იქნება ეს თურქეთი, იქნება ეს ირანი, თუ იქნება ეს ჩინეთი, თუ იქნება ეს დასავლეთი. ამიტომ რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატიული მმართველობის მოდელი არ არსებობდეს. ან საქართველოში უნდა იყოს ავტორიტარული, ვერტიკალური მმართველობა, რომელსაც მოსკოვი ადვილად გააკონტროლებს და ეს იქნება არამხოლოდ მისი რაღაცა პროქსის, რასაც ვეძახით, არამხოლოდ რაღაც მისი წარმომადგენელი, არამედ უშუალოდ კონტროლს კრემლს ქვეშ დაქვემდებარებული საკონტროლო ერთეული. აჩქარდა პროცესები იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური გადალაგება რეგიონის ახლა მიმდინარეობს. იმიტომ, რომ რუსეთი დიდი ხანია ემზადება უკვე იმ პერიოდისთვის, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენი ერთადერთი დასრულდება და იმედია უფრო მალე ვიდრე გვიან, მაგრამ როდესაც დასრულდება, რუსეთმა უნდა მოასწროს რეგიონული კონტურების და საზღვრების ისე დეფინირება, რომ საქართველოს აღარ ქონდეს პერსპექტივა მოყვეს დასავლურ მხარეს, ანუ მოყვეს ახლად დეფინირებული ევროპის საზღვრების ფარგლებში, არამედ იყოს გარანტირებულად რუსულ კონტროლ ქვეშ. არც პუტინს დაუმალავს არასდროს და ისედაც სიახლე არ არის ჩვენთვის მათ შორის მის ისტორიული რევიზიონიზმის პოლიტიკის ფარგლებში, რომ ის ტერიტორიებს და მსოფლიოს უყურებს გავლენების დაყოფის სფეროების ჭრილიდან, სადაც ის ცალსახად მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მაგრამ განსაკუთრებით კავკასიის, შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები 100%-ით უნდა იყვნენ სწორედ რუსული გავლენის სფეროების ქვეშ. ანუ ამის დათმობას ის დასავლეთისთვის არ აპირებს. შესაბამისად, მას აქ ჭირდება შესაბამისი მმართველობა. საქართველოში თუ დემოკრატია იქნება,
მაშინ ამ ტიპის მართლობის შენარჩუნება და ამასზე გავლენის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ დემოკრატია მათ შორის ნიშნავს გამჭვირვალობას, პერიოდულობას, მთავრობების ცვლას, სამოქალაქო სექტორის მიერ დაკვირვებას, დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელმაც შეიძლება მთავრობისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მედიის თავისუფლებას, რომელმაც შეიძლება ცალკეული კორუფციული გარიგებები აღმოაჩინოს, მთავრობის გადაცდომები და სახალხო პასუხისმგებლობა დააყენოს იმ რეჟიმის, რომელიც ხელსაყრელია რუსული ინტერესებისთვის. ამის დაშვება არის შეუძლებელი იმ გადმოსახედიდან, თუ საქართველოში ზედამხედველობის და კონტროლის შენარჩუნება გინდა. ანუ საქართველოს თუ გინდა სუვერენულად დაეპატრონო, მაშინ საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს ავტორიტარული რეჟიმი. იმისთვის რომ ავტორიტარული რეჟიმი იყოს, მაშინ ივანიშვილს ახლა ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის რომ მოახდინოს ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია. ანუ უნდა დაიჭიროს ყველა, მან ის აქამდე თუ აკონტროლებდა პარლამენტს, თქვათ მთავრობას, სასამართლოს, მედიის დიდ ნაწილს, პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს, დარჩენილი რაც იყო, თქვათ, ნაწილი ოპოზიციური პარტიებისა, ნაწილი ოპოზიციურად თუ კრიტიკულად განწყობილი მედიისა, საზოგადოების სამოქალაქო სექტორი, რომელიც მეტნაკლებად კრიტიკულად იყო განწყობილი და ჯერ კიდევ ხმის ამოღების შესაძლებლობა ჰქონდა, ეს ხრელები უნდა ამოქოლოს, ანუ ეს დარჩენილი სუსტი რგოლები, რომელიც ამ წუთას ჯერ კიდევ რაღაცნაირად, თუნდაც ავტორიტარულ ჩარჩოში, მაგრამ მაინც ისმის ხმა, რომელსაც შეუძლია გარეთ ხმა გაიტანოს, რომელსაც შეუძლია სოფელში ხმა ჩაიტანოს, ისე რომ იმედის არხისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდოს, ხო? აი ეს ყველა სეგმენტი ახლა მთლიანად უნდა დაეხშოს იმისთვის, რომ მოხდეს აბსოლუტური მართლობის დამყარება, ანუ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, პირველი იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეძლოს თავისი მართლობის სრულფასოვნად შენარჩუნება, მას არანაირი დემოკრატიული საფრთხე აღარ უნდა დაემუქროს ცვლილების და ეს თქვა კიდეც თავის ცნობილ გამოსვლისას თქვა, რომ მე რო ერთი პატარა რაღაცაო შეიძლებაო სახალხო აჯანყების საფუძველი გახდესო და მაგის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვსო. ანუ ეს უნდა დაეხშოს და როდესაც ამას მოახერხებს ივანიშვილი, მე სრულიად მარტივად შეძლებს რუსეთი ამას ისეაც ახერხებს საკმაოდ მარტივად ახლა, მაგრამ სამომავლოდ გარანტირებულად ექნება მას კონტროლი საქართველოზე აღდგენილი, რომელიც მას შესაძლებლობას მიცემს მათ შორის გაურთულოს სომხეთს ევროკავშირის მიმართულებით გზა, გაართულოს პროცესები, რომელიც შეიძლება საქართველოს გვერდისავლით ან რუსეთის გვერდისავლით მომხდარიყო თუ საქართველოს სუვერენიტეტი შეინარჩუნებოდა. კი ბატონო და ნინო, აი ბოლო რამდენიმე წუთში მინდა რომ ესეც მოვასწროთ, როგორ აისახება აი ამ ყველაფერზე, მათ შორის ამგვარ რეჟიმებზე, როგორიც არის პუტინი, ირანის რეჟიმი თუ მათი რაღაც ერთგვარი პატარა დანაყოფი, ბიძინა ივანიშვილის სწრაფვა ამ ავტორიტარიზმისკენ, მათ შორის აი ამ ირანის დასუსტება, ხო, ალბათ თანხმდებით რომ განსაკუთრებით აი ამ შეერთებული შტატების ოპერაციის შემდეგ ეს შუაღამის ჩაქუჩი კარგად მოხდა თავად რეჟიმსაც, არა მხოლოდ ამ ბირთვულ შესაძლებლობებს. აი ეს როგორ ისახება თავად ამ რეჟიმებს? ხო, მიუხედავად ამისა, რომ გაცხადებულ მიზნად არ დაფიქსირებულა ირანში რეჟიმ ჩეინჯი, ცხადია, რომ ეს სწორედ იმ რეჟიმის დასუსტებისკენ მიმართული გზა იყო, რომელიც ამ წუთას ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს, ხო, გამოკვეთილად ანტიამერიკულს და დიდ სურათში ანტიდასავლურს და ცოტა უფრო გრძელვადაში თუ განვავრცობთ, რასაკვირველია, რუსეთისთვის ძალიან ერთგული მოკავშირეა, მათ შორის პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც მაგალითად არსებითი დრონების მხარდაჭერა სწორედ ირანზე მოდის რუსეთის მხრიდან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში საკმაოდ ძლიერი მოთამაშე დაუსუსტა ეხლა რუსეთს ამ შემთხვევაში. გრძელვადაში, რასაკვირველია, რაც მეტი დიქტატურული რეჟიმი დასუსტდება და გამოეცლება თუნდაც მუქარის ბერკეტი, რომელსაც წარმოადგენს ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღი, რასაკვირველია, ეს ავტომატურად აძლიერებს ყველა დემოკრატიულ მოძრაობას განსაკუთრებით რეგიონში. ეხლა ეს რამდენად სწრაფი პერსპექტივა, ეს ალბათ ზედმეტ ოპტიმიზმს არ უნდა მივეცეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი ძალიან მყარად დგას, განსხვავებით იმ დემოკრატიული მოძრაობისგან, რომელსაც ჯერ ბერკეტები ხელში პრაქტიკულად არ აქვს და სწორედ ამ ბერკეტების გაძლიერება გვინდა სანქციების გზით, დასავლეთის მხარდაჭერით და რუსეთის დასუსტებით. ამიტომ კი დიდ სურათში
ჩვენ ვიცით ახლა რომ გეოპოლიტიკურ პროცესში მთლიანად გეოპოლიტიკურ გადაალაგებაზეა საქართველოს ბედი დამოკიდებული ამ ეტაპისთვის, ხო? ამიტომ დასუსტდება რუსეთი, პირდაპირ პროპორციულად გაძლიერდება საქართველოში დემოკრატიული მოძრაობა. დასუსტდება რუსეთი, გაძლიერდება საქართველოში შანსი იმისა, რომ პროცესები უფრო წარიმართოს გამჭვირვალედ და ავტორიტარიზმი დასუსტდეს. ამიტომ ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ვლადიმერ პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ, ახლა ამ შემთხვევაში გრძელვადაში რაღაც ოპტიმიზმის ნიშნებს აჩენს. ჩვენ როგორ დავხდებით აი ამ პროცესს უანიშვილო არ მოახერხოს რომ ყველანამდე ველი ისე მოასუფთავოს რომ ყველა დახოცოს ვისაც ბრძოლის უნარიანობა შერჩენია. დიდი მადლობა ქაბატონ ნინო, მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი.